დღევანდელი თავარი ტრენდები პლასტიკურ ქირურგიაში. რინოპლასტიკა ისევ პირველ ადგილზეა? მამაკაცური ცხვირი მაქვს? ჩვენი მთავარი მტერი პლასტიკური ქირურგების ამ შემთხვევაში არის არა ინსტაგრამი და სოციალური ქსელი, არამედ პაციენტის დაქალი. დაქალის ფენომენი ძალიან მაგარია. არსებობს უფრო იაფად მკერდის გადიდება და უფრო ძვირად. სხვა ადგილიდან იღებთ ცხიმს და ადიდებთ საჭდომს. კი ბატონო. რატო არის ეგეთი რისკი? ცხიმოვანი ემბოლია, როგორც წესი, სამწუხარო ძალიან ხშირად ფატალურად ანუ ტრომბი, ლიპოსაქციაზე მინდა კითხოთ. ზონასთან დაკლებასთან ლიპოსაქციას არანაირი საერთო არ აქვს. აფუჭებსო, რა ვიცი მკერდსო. აფუჭებს. არ აფუჭებს. ძალიან ცუდი გართულება, რაც შეიძლება ამას მოყვეს, ეს გახლავთ დაბრმავება. მინდა კითხოთ თქვენი აზრი შაკიკზე და ბოტულინოთერაპიაზე. თქვენ წარმოგიდგენთ, შეიძლება დამთავრდეს ინსულტით. რანაირა? მართლა გადის როდესღაც ეს ფილერი თუ მაინც რჩება, თქვა. პროვოკაციული შეკითხვაა. ბლეფაროპლასტიკა არ ქვია მაგას? მოგესალმებით ყველას, თქვენ უყურებთ გვანცას პოდკასტს, როგორც ყოველთვის აქტუალური თემებით და დღეს ვაპირებთ ვილაპარაკოთ პლასტიკურ ქირურგიაზე. ძალიან ბევრი რამ მაინტერესებს, ძალიან ბევრი ტრენდის მიმართ მაქვს საკმაოდ ისეთი ჩემი მოსაზრება და კრიტიკული დამოკიდებულება და ძალიან საინტერესო იქნება პროფესიონალთან ერთად მსჯელობა ამ თემებზე. ყველაზე ისეთი გავრცელებული ტრენდი დღეს არის სახის აჭიმვას ეძახიან ეს ხალხურ ენაზე, მაგრამ რაღაცა ხო აი აწევა გრავიტაციის შედეგად ჩამოსული ამ სახის და დამაინტერესა როგორი ვიქნებოდი მეც რომ ცოტა ამეწია ეს სახე. ეხლა არ ვიცი თუ მჭირდება, მაგრამ გამოვიტანთ აქ ორივე ფოტოს, ერთი არის ფოტო ჩვეულებრივი, მე ოღონდ რამდენიმე წლის წინ არის ეს ფოტო გადაღებული, იმის მერე ალბათ კიდე ჩამოვივიდა სახე. და მეორე ფოტო, სადაც ხელოვნურად არ გამიკეთებია არაფერი პლასტიკური ქირურგია. არის აწეული ჩემი სახის ორივე მესამედები ქვია? ქვედა მესამედი აწეული და აი ღაწვები არის ცოტა ამოწეული, ანუ ვითომ დაფილერებული მაგ. აბა შეაფასეთ. რომელი მოგწონთ, მომიხდა? ჭირდება? დაგვიწერეთ კომენტარებში. საერთოდ ესეთ ექსპერიმენტებს ალბათ გოგოები ხშირად მიმართავენ რაღაც აპლიკაციების მეშვეობით და ისედაც სხვადასხვა პლატფორმებზე ფილტრების მეშვეობით თუ როგორები იქნებოდნენ უკეთეს ვარიანტში თავისი გარეგნობის. ლაშა ოსეფაიშვილი, პლასტიკური ქირურგი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი არის ჩემთან დღეს სტუდიაში და ბევრი საინტერესო თემა მიმოვიხილეთ, სანამ ჩაწერას დავიწყებდით მანამდეც. მოგესალმებით გვანცა, მადლობა მოწვევისთვის. თქვენ მადლობა რომ მოხვედით და არ ვიცი თქვენ რამდენად პროფესიაში აწყდებით ამ საკითხს, რასაც ქვია აი ეს ფილტრები, ტრენდები და ზოგადად ის რომ სოციალურმა მედიამ და ამ პლატფორმებმა გარკვეულწილად დაიწყეს კარნახი სილამაზის სტანდარტების. როგორ ფიქრობთ? აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ დღეს რა თქმა უნდა იმაზე არ ვდაოთ რა სიკეთე მოაქვს ინტერნეტს და ინტერნეტ ეპოქას, მაგრამ ჩვენთან გადაკვეთაში რაც ყოველდღიურ ყოფაში რაც ძალიან ხშირად ხდება, ვერ ვიტყვი რომ 10-დან 10 პაციენტი, მაგრამ ძალიან ხშირად პაციენტი მოდის ფოტოსურათებით, რომელსაც ფილტრი აქვს დადებული. ან საერთოდ მეორე უკიდურესობა არა თავისი ფოტოთი, არამედ ვიღაც ცნობილი მსახიობის ან მოდელის ფოტოთი მოდიან. ყველაზე რთულია სწორედ ასეთ პაციენტებთან კონსულტაცია და იმის ახსნა განმარტება, რომ თქვენი პირობითად რა ამ შემთხვევაში თუ სახის ვსაუბრობთ, სახის პროპორცია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ის ფილტრის მეშვეობით მიღებული შედეგი მივიღოთ ქირურგიის შემდეგ. ან საერთოდ სხვა ფოტოსურათით როცა მოდის, იქო საერთოდ საუბარი მე მგონი ზედმეტია. ანუ თქვენ გიწევთ რეალურად ორი ვარიანტია, ხო? ან ამბობთ უარს ამ პაციენტთან მუშაობაზე, ან ცდილობთ დაარწმუნოთ, სხვა რა გზით შეუძლია ვთქვათ იმ რაღაცა ნაკლის გამოსწორება. იმიტომ რომ რეალურად ქალებს განსაკუთრებით გვაქვს ეგ რაღაცა ხატებად წარმოგვიდგენია ჩვენი თავი, როგორი გვინდა რომ იყოს და გგონია რომ თქვენ ხართ ჯადოქრები, პლასტიკური ქირურგები და მოვალთ, დავიძინებთ და გავიღვიძებთ რაღაცა
პრინცესებად და ძალიან ლამაზ ქალებად, ისეთ ქალებად, როგორცაც ეკრანზე და ჰოლივუდში ვხედავთ. სამწუხაროდ უსაბედნიეროდ ჯადოქრები არ ვართ და ვერც ვერასოდეს ვერ ვიქნებით, მაგის თქმა თამამად შემიძლია. რაც შეეხება წეგა როგორც ბრძანეთ ცუდ გავლენას ინსტაგრამის და ტიკტოკის და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად პაციენტს როცა გადასული არიან მუდმივად ამ სურათების, ფოტოების, სხვისი ფოტოებზეა საუბარი, ყურებაზე და ნახვაზე, ყველას უჩნდება სურვილი, რომ მით უმეტეს ხშირად ეს ფოტოები ფილტრ დადებული ფოტოებია და ის თუ გამოიყურება კარგად, რატო არ შემიძლია მე. ეს იწვევს მუდმივ სტრესს და ძალიან ხშირად სწორედ სტრესის გამო მიმართავენ პლასტიკურ ქირურგიას და აქ ძალიან კაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ის პაციენტი, ვისაც რეალურად ჭირდება ამა თუ იმ ჩარევის გაკეთება და ის პაციენტი, რომელიც უბრალოდ რაღაცა სტრესული თუ ფსიქოლოგიური პრობლემის გამო მიმართავს ქირურგიას. ხო, სოციალურმა ქსელებმა და ალბათ ამ ძალიან გაპრიალებულმა რეალობამ, ვიზუალის აღქმის ალბათ ეგეც გააკეთა, რომ ადამიანებს თვითშეფასება დაუქვეითა, ხო? რეალურად მაგასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ შეიძლება გარეთვალიდან არ სჭირდება, მაგრამ ის რაღაცა თავის ხელთან უკვე თავს კომფორტულად ვეღარ გრძნობს, იმიტომ რომ შედის ამ სოციალურ ქსელში და ყველას აქვს ერთგვაროვანი კანი, რაღაცა ლამაზი ცხვირი და ასე შემდეგ, რა და გონია რომ შესაძლებელია რომ ამ რეალობას თვითონაც მოერგოს რა. როგორც კვლევები გვიჩვენებენ, თანამედროვე კვლევები ამას ძალიან მჭიდრო კავშირი არსებობს სტრესის დონის მატების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სოციალური ქსელები გახლავთ. და მე ეს ჩვენს ყოველდღიურობაში გადმოითარგმნება უკვე ასეთ პაციენტების გაჩენით კონსულტაციებზე. კი, ნამდვილად და მე მგონი ცხოვრებაშიც ისედაც ბევრი სტრესია და ქალები მაინც ჩვენს გარეგნობას მივახტებით ხოლმე ამ სტრესის მართვა. გარეგნობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამაზე არ ვკამათობ, თუმცა არსებობს რაღაცა ზღვარი, მე ასე ვფიქრობ და იმ ზღვრიდან გასვლა და ინსტაგრამის გავლენის ქვეშ მოქცევა მეგონი უნდა გავყოთ კარგად ერთმანეთს. ხო, და მოზარდებს განსაკუთრებით ახლა მე გოგო მყავს და სულ ვცდილობ, რომ რაღაცა ერთ მაღაზია გავლენისგან დავიცვა. საერთოდ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, რომ ჩემთვის უთქვამთ, რა უნდა გავიკეთო. თქვენ პროფესიონალი ხართ ალბათ და თქვენ სრულიად განსხვავებულად უყურებთ, მაგრამ აი უთქვამთ, რომ ერთ-ერთმა კოსმეტოლოგმა მითხრა, რომ მეო შენს ადგილასო გავიკეთებდიო ნიკაპზეო ფილერსო, იმიტომ რომ ესო და გრძელებული სახეო უფრო რაღაც ფემინურიაო, ქალურიაო და პროპორციაშიო მეტად ისო. მე შევხედე მას რომელსაც გაკეთებული ქონდა თავადეს პროცედურა და ვუთხარი რომ მე არ მინდა რომ ისეთი ვიყო როგორც ყველაა თქვა. ცოტა უტოქსოდ გამომივიდა ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერთმა გოგომ მითხრა, რომელსაც რინოპლასტიკა გაკეთებული ქონდა თვითონ და კიდევ ბევრი რაღაცეები, რომ ცოტა მამაკაცური ცხვირი გაქვს. მამაკაცური ცხვირი მაქვს? არ მარტო მითხრა, აი ოდნავო შენო ისეთი მე დამიყოლა რომ შენო ისეთი ლამაზი ხარო და ისეთი ლამაზი სახე შეხვდები გაქვს რომ ცოტა შეამსუბუქე ცხვირიო და ცოტა გაიკეთეო რა პატარა დაიპატარავეო იმიტომ რომ მამაკაცური ცხვირი გაქვს. სიმართლე გითხრათ მე ძალიან ხშირად კითხულობს ხოლმე პაციენტი განსაკუთრებით როცა ჩამოყალიბებული არ არის რა უნდა რა შეცვლიდით ჩემს გარეგნობაში. ეს არის კითხვა რომელიც ძალიან არ მიყვარს. იმიტომ რომ თუ პაციენტს რამე აწუხებს და ამ მიზნით მოდის, უნდა გაკეთდეს მხოლოდ ის და არა ის, რაც ქირურგს არ მოწონს, იმიტომ რომ ეს შეფასებები ძალიან სუბიექტურია, ის რაც თქვენ შეიძლება მოგწონდეთ, ჩემთვის საერთოდ მეუღებელი იყოს ან პირიქით, ამიტომ მხოლოდ ქირურგის გადმოსახედიდან ყურება, რომ ამას შევცვლი და ამას გავიკეთებდი, სიმართლე გითხრათ, არც მიმაჩნია, რომ ეთიკურია საერთოდ აქედან რომ დავიწყოთ. გეთანხმებით. მე სხვათა შორის რაღაც ცებზე მეფიქრებოდა ჩემ ცხვირთან დაკავშირებით და მაგოგომ რომ ეგ მითხრა, გადავიფიქრე მაგის მერე. ამიტომ ისეთ დაჟინებული აქ პლასტიკური ქირურგია, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ქირურგია და მე თუ გითხავთ არაფრით განსხვავდება სხვა ქირურგიებისგან, როგორც კონცეფცია, ასე ვთქვათ. უბრალოდ პლასტიკური ქირურგიის სხვაობა რაც არის, ეს არ არის ავტოფობის ქირურგია, ასე ვთქვათ.
ამიტომ ეს არ კეთდება სამედიცინო მიზნებით თუ ეს არ არის გადაუდებელი აუცილებლობა კი ბატონო და არის დიდი რისკი და არის ჩარევა და რისკები ძალიან ხშირად გაცილებით მაღალია ხოლმე სხვათა შორის ვიდრე ჩვეულებრივი ქირურგიის შემთხვევაში განსაკუთრებით როცა საკმაოდ მოცულობით და დიდ ოპერაციებზე ვსაუბრობ. აი ყველაზე რისკიანი რომელი ოპერაცია რადგან თუ ისეთ ტრენდულ ოპერაციებს ავიღებთ და ძალიან სიღრმეებში არ წავალთ, ეს არის ცხიმის გადანერგვა, განსაკუთრებით დუნდულოს არეში, ეგრეთ წოდებული BBL-ი. ესე იგი ცხიმის გადანერგვა დუნდულოს სხვა ადგილიდან იღებთ ცხიმს და ადიდებთ საჭდომს. კი ბატონო. რატო არის ეგეთი სარისკო? სარისკო გახლავთ რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში აქ ალბათ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ძალიან ხშირად არის ტექნიკური დაუდევრობა და გადაცდომა ქირურგის მხრიდან, როცა ის ქირურგი არ იცავს ამ შემთხვევაში იმ პროტოკოლებს, რაც მოწოდებულია ამ ტიპის ოპერაციის დროს. მთავარი გართულება გამოწვეულია ცხიმის მოხვედრით სიზავში და შემდეგ ეს იწვევს ეგრეთ წოდებულ ცხიმოვან ემბოლიას, ცუდი მოსასმენია საკმაოდ. და ეს ცხიმოვანი ემბოლია როგორც წესი სამწუხარო ძალიან ხშირად ფატალურად ანუ თავდება. თრომბი ვითარდება? თრომბი ოღონდ ჩვეულებრივი თრომბისგან განსხვავებით ეს არის ცხიმისგან წარმოქმნილი თრომბი. თუ თრომბის შემთხვევაში კიდე გვაქვს რაღაცა საშუალებები მისი მენეჯმენტისთვის, ცხიმოვანი ემბოლიის დროს პრაქტიკულად ძალიან ახლოს არის ნულთან ეს შესაძლებლობები. ამიტომ შესაბამისად ძალიან მაღალი რისკია ცუდი გამოსავლის. ამიტომ ვავარჯიშოთ უკანა კუნთები გოგოებო ვავარჯიშოთ. ჯობია. რო ჩამითვალონ რაღაცა ანტირეკლამაში ამ ოპერაციის თავარი ოპერაციის გახლავთ ის რომ თუ სწორად დავიცავთ იმ წესებს რაც უნდა იყოს დაცული ამ ტიპის ოპერაციების დროს ჩვენ შეგვიძლია რისკების მინიმალიზაცია და ის ცუდი გამოსავლის თავიდან არიდება. კი ბატონო, უნდა ვიპოვოთ პროფესიონალი ექიმი თუ მაინც და მაინც ასეთ ეს რა თქმა უნდა ამოსავალი პირობა. და მივდივართ და წვებით დანის ქვეშ, როგორც ჩვენ გვიყვარს ხოლმე. უხეში ნათქვამია, მაგრამ ხო, არც ეგ არის. ტრენდები ახსენეთ, ეს ერთი ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ბევრი მიმართავს მე მგონი მაგ ჩარევას. კიდევ რა არის? აი დღევანდელი მთავარი ტრენდები პლასტიკურ ქირურგიაში, რაც არის ყველაზე ისეთი ტოპ. რა თქმა უნდა ეს ტრენდები ზოგადად წლების და წლეულების მიხედვითაც ბუნებრივია იცვლება, ის რაც სადღაც 90-იანების ბოლოს იყო, დღეს უკვე აღარ არის და დღეს სხვა ტრენდია. თუმცა დღეს ძალიან ასე ვთქვათ მოდაშია ეგრეთ წოდებული Fox Eyes ოპერაცია რახან სახეზე დაიწყეთ საუბარი ისე მაგდენით გავაგრძელოთ. თვალის ფორმის ცვლილება, კონტურის ცვლილება თვალის და ჭრილის შეცვლა. რეალურად ეს ერთი ოპერაცია არ არის, ეს რამოდენიმე ოპერაციას მოიცავს თავის თავში, ეს არის ჩვენს ენაზე სამედიცინო ენაზე ამას ვეძახით ტემპორალურ ლიფტინგს, ანუ წარბების აწევა. რომელიც საიდან ხდება? აი ტექნიკურად რო ავხსნათ შეიძლება? განაკვეთი ხდება თმიან ნაწილში. აი აქ შიგნით. შიგნით არ ჩანს ეს განაკვეთი. თითო მხარეს? ორივე მხარეს კი, სიმეტრიულად. და იქიდან როგორც წესი ენდოსკოპის მეშვეობით ხდება წარბების არ მხოლოდ წარბების სხვათა შორის ყრიმალის ფორმის შეცვლაც, წარბების ფორმის შეცვლაც. აი ჩემთვის რო გავიგო, მართლა მაინტერესებს ეგეთ დეტალები. ანუ აქედან შიგნით ჩადის ენდოსკოპი და აქედან ქაჩავს? წარბებამდე ჩავდივართ და იქიდან ვქაჩავთ. ხო, და მე ნუ იცი რა არის ეს ტრენდი რახან ვახსენეთ? ეს ტრენდი არის უფრო აი ასაკოვან ქალებში თუ ჩემხელა ქალებიც იკეთებენ. როგორც ტრენდი, პირიქით უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ კატეგორიაშია მეტად მოთხოვნადი, ვიდრე დავუშვათ ვიდრე ხნიერი ქალების შემთხვევაში, ხო? ეს არის უფრო, ნუ ეს არის უფრო სახის ნაკვთების გალამაზებისთვის, ვიდრე ვთქვათ რაღაც ჩამოსული კანის გასწორებისთვის, ხო? ძალიან ხშირად, როცა ამ ასაკობრივ კატეგორიაზე ვსაუბრობთ, ალბათ სადღაც 60%-ს ამ ახალგაზრდა კონტინგენტისა საერთოდ არ ჭირდებათ ეს ოპერაცია, ეს არის მთავარი პრობლემა და ისევ ჩვენს თემას დავუბრუნდეთ, უბრალოდ ტრენდს აყოლილი
მოთხოვნა არის, ასე თქვა და არა რეალური პრობლემის. მე მაინტერესებს ეგეთი რაღაცა, რატომღაც ესეთი წარმოდგენა მაქვს და ბევრს აქვს, რომ ეს კანი რო აიჭიმება, ოდესღაც გავადრო და ეს კანი ისევ დაიწყებს აუცილებლად მორბილდება და დაიწყებს ისევ გრავიტაციაზე და დამოკიდებულებას. ასეა, რა პერიოდში ხდება? კონკრეტულად კითხულობთ ამ ოპერაციაზე თუ ზოგადად საქმეს? განვიხილოთ, თქვათ, ამ თვალის აჭიმვის, უკეთ რამდენ ხანში უბრუნდება თვალი იგივე ადგილს თუ ფორმას? ეს საკმაოდ რთული შეკითხვა, ამაზე ალბათ ვერავინ ვერ გიპასუხებთ. ინდივიდუალურიც არის ალბათ. დაზუსტებით, იმიტომ რომ ძალიან მულტიფაქტორულია, ბევრი ფაქტორი იღებს ამ პრობლემის დაბრუნებაში მონაწილეობას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის გენეტიკა, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს და როგორც გვეხმარება, ასევე გვეწინააღმდეგება. გრავიტაციული ფენომენი, პაციენტი თამბაქოს მომხმარებელია თუ არ არის მომხმარებელი, რამდენად კარგი კანის ხარისხი აქვს, რამდენად ირუჯება, არ ირუჯება ხშირად. თვითონ კანის ტექსტურას, კანის მოვლის პროცედურებს რამდენად ხშირად მიმართავს. ცხოვრების წესი, სპორტით არის თუ არა დაკავებული და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი მიმართულია და მოქმედებს იმ კუთხით, რომ კანის ხარისხის გაუმჯობესება ხდება და სისხლმომრაგება გაცილებით უკეთესია. თუმცა თვითონ ეს ოპერაცია Fox-Eyes ახლა ვახსენეთ, ეს არის მხოლოდ წარბის აწევას არ მოიცავს, ეს ერთ-ერთი კომპონენტია ამ ოპერაციისა. ამ შედეგის მისაღებად ესეთი პაციენტი შეიძლება დაჭირდეს ასევე ზედაქუთუთოს პლასტიკაც, ან კანტოპექსია ეგრეთ წოდებული პლასტიკა, ჭარბი კანის მოშორება ზედაქუთუთოდ. აქედან რო იღებენ კანს. ან ბლეფაროპლასტიკა არ ქვია მაგას? ბლეფაროპლასტიკა კი. ბლეფაროპლასტიკა. ზედაქუთუთოს პლასტიკა იგივე. ხო. სხვათა შორის ამ ბოლო დროს დავაკვირდი, რომ მამაკაცებში ძალიან აქტუალური არის ყბის პლასტიკა. ქალებშიც, მაგრამ რაღაცნაირად ბოლო წლებში შემოვიდა ეს ჯოულაინს ეძახიან ამას, რომ ამაში რაღაც კონკრეტულ ფორმაში ყბის არის რაღაც სილამაზე, რომელიც არ ვიცი ჰოლივუდიდან მოდის თუ საიდან მოდის ეს არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მსმენია რა ეს ტრენდები, რომ რაღაცნაირად ცდილობენ ამ ხაზის ცვლილებას. მე წარმომიდგენია, რომ თუ ეს პროცედურა არ ხდება შემავსებლებით, ფილერებით და გარეგნულად, ძალიან რთული და ტრაუმული ოპერაცია შეიძლება იყოს, რადგან ძვალს ვეხებით. რამდენად გაქვთ პრაქტიკაში? ვერ ვიტყვი, რომ ეს ძალიან გავრცელებული ოპერაცია და მოთხოვნადი ოპერაცია არის ყოველ შემთხვევაში ჩვენს ბაზარზე. თუმცა იმის ფონზე, რომ თვითონ ოპერაციების რიცხვის შემცირება გამოწვეულია იმით, რომ გაჩნდა კოსმეტოლოგიაში ისეთი საშუალებები, რომელიც ცვლის ოპერაციას. ეს არის როგორც თქვენ ბრძანეთ, შემავსებლები, შეიძლება იყოს ცხიმი. ოპერაციას მიმართავთ ცოტა უფრო მკვეთრი პრობლემის დროს, როცა ამ შემავსებლით ვერ მიიღწევა ის შედეგი და გვჭირდება უშუალოდ ქირურგიული ჩარევა, ეს დეფორმაციაც არის ალბათ, ხო? თუ ეს დეფორმაცია არ არის ძვალზე და გვჭირდება მხოლოდ რბილი ქსოვილების კონფიგურაციის შეცვლა, ასე ვთქვათ, მაშინ ფილერი ძალიან მარტივი გამოსავალია და გნებოთ ცხიმის ლიპოფილინგი ძალიან კარგი გამოსავალია და უფრო სუბუქი რა თქმა უნდა პაციენტისთვის. რინოპლასტიკა ისევ პირველ ადგილზეა? რაოდენობრივად სტატისტიკა რას გვეუბნება? თუ თქვენ გულისხმობთ რენიოს ჩვენ კლინიკას, პირველ ადგილზე არ არის. პირველ ადგილზე გახლავთ სახის ოპერაციები. სახის ოპერაციებში ამ შემთხვევაში ვაერთიანებ როგორც უშუალოდ სახის ლიფტინგებს და დაჭიმებს და ბლეფაროპლასტიკებს, ასე ვთქვათ. თუმცა ერთ-ერთი ქვაკუთხედი ყოველთვის იყო და დარჩება რინოპლასტიკა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით. კარგი, რას ფიქრობთ? ისევ ახსენეთ, რომ თქვენ გიწევთ პაციენტთან საუბარი, მუშაობა, რაღაცნაირად, რომ ისეთ შედეგამდე მიხვიდეთ, რაც თქვენი როგორც ექიმის სახელზეც კარგად აისახება, როცა ეს პაციენტი გამოვა კლინიკიდან, ასევე პაციენტის ვიზუალზეც. ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც ზედმეტად პატარა ცხვირი აქვთ. ეს იყო ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებაა, მაგრამ მართლა მაინტერესებს, რა ხდება, როცა პაციენტი ითხოვს დაჟინებით, რომ უნდა მაინც და მაინც ძალიან დაპატარავება ცხვირის. ანუ პროპორციაში ჩასმა, ასე ვთქვათ. რინოპლასტიკის ისევ როგორც მე ვიტყოდი ეს განზოგადებულად ყველა ოპერაციას ეხება და რინოპლასტიკა ბუნებრივი გამონაკლისი არ არის. თუმცა იმის გამო, რომ ცხვირი მოგეხსენებათ
საკვანძო როლს ასრულებს იერსახეში და ანუ საჭიროა რომ გქონდეს სახეზე. კი, აუცილებელია. აუცილებელი. ფუნქციურადაც აუცილებელია. აქ სწორი მიდგომა პაციენტთან გახლავთ ის რომ უნდა მივაწოდოთ, შევეცადოთ ყოველ შემთხვევაში სწორად მივაწოდოთ გარკვეულწილად მოვერგოთ პაციენტის სურვილს, მაგრამ ეს სურვილი რაღაცა ჩარჩოებში უნდა დარჩეს. არ შეიძლება ყოველ შემთხვევაში ტექნიკურად ალბათ შესაძლებელია, მაგრამ არ შეიძლება ცხვირი რაღაცა სახის ჰარმონიიდან გამოვაცალკევოთ და ცალკე ცხვირი იყოს და ცალკე სახე. პაციენტს რაც არ უნდა წინასწარ ეს სურვილი ან ხშირ შემთხვევაში ილუზია არის სამწუხაროდ ეს კონდეს. რეალური შედეგი მე რეალობას როცა შეხედავს უკვე ძალიან ცუდ ფსიქოემოციურ სტრესამდე მივდივარ. კი, აი ეგ მინდა და ზუსტად მეკითხა, რაღაც ალბათ არსებობს ხო მაგისი სტატისტიკაც პაციენტის მოლოდინები და საბოლოო შედეგი ხო თქვათ, აი რა შემთხვევები შეგიძლიათ გაიხსენოთ, როდესაც პაციენტს სულ სხვა მოლოდინი ქონდა სინამდვილეში თქვენგან და თქვათ სულ სხვა რაღაცა შედეგი მიიღო. ასევე არსებობს რაღაცა ეს მარკეტინგული ხაფანგები ამ სილამაზის ინდუსტრიიდან, რომელი პროცედურაც პრაქტიკულად ამბობენ რომ არასფერს არ აძლევს რა პაციენტს და არის რაღაცა დროებითი, რისთვისაც მიმართავენ ქირურგს და ასე ვთქვათ, ეს სილამაზის ინდუსტრია ამისკენ უბიძგებს. აი რა შეგიძლიათ ეგეთი რომ გაიხსენოთ? ზოგადად ისევ და ისევ უბრუნდებით იმ თემას, რომ პაციენტთან სწორი კომუნიკაცია უნდა გქონდეს. მე ვერ ვიტყვი ვერც ჩემ თავზე და ვერც ჩემს კოლეგებზე, რომ ეს ყოველთვის შესაძლებელია და ყოველთვის ხერ ხდება ამის მიღწევა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს პაციენტზე, დაწყებული როგორც ვისაუბრეთ სოციალური ქსელი, სხვათა შორის როგორც ერთ-ერთი ჩემი უცხოელი კოლეგა ხუმრობს, უბრალოდ სიმართლეს ამბობს ხუმრობა ნარევად, ჩვენი მთავარი მტერი პლასტიკური ქირურგების ამ შემთხვევაში არის არა ინსტაგრამი და სოციალური ქსელი, არამედ პაციენტის დაქალი. პაციენტის დაქალი ძალიან ხშირად წყვიტავს იმას, როგორი უნდა იყოს მისი დავუშვათ ამ მკერდი, ან ცხვირი, ან სახე. და ძალიან რთულია ასეთი პაციენტის დარწმუნება და დააჯერო ეს პაციენტი, რომ შენი შეხედულება ამ შემთხვევაში ქირურგის უფრო მართალია ვიდრე მისი მეგობრის. ანუ სიტუაცია როგორ ეს დაქალი მოყვება კონსულტაციაზე, მას აქვს გაკეთებული რაღაცა და ამასაც უნდა. ზუსტად იგივე უნდა გაიკეთოს ამანაც. თუ ამ ხშირად არის ხოლმე ეს მკერდის გადიდებაზე არის ხოლმე ხშირად ეს ფენომენი, თუ პირობითად იმპლანტი იმას აქვს რაღაცა 400 მილილიტრი, აუცილებლად ამასაც უნდა კონდეს 400 მილილიტრი. იმ დაქალს აბსოლუტურად სხვა პროპორცია აქვს, სხვა აღნაგობა აქვს, სხვანაირი მკერდი აქვს, სხვანაირი ნეკნების განლაგება აქვს, სხვანაირი გულმკერდი აქვს, ამას აბსოლუტურად სხვანაირი აქვს, მაგრამ მაინც ისეთი უნდა კონდეს და ესეც დამოკიდებულია, ჩამოყალიბებულია იმის აზრზე. სხვათა შორის, ეგ მაგ ფენომენზე არ ვიცოდი. ვიცი მშობლის ფენომენზე, მე ვიცი რომ მშობლებიც ძალიან ხშირად მოყვებიან, აი დედები მაგალითად. ყოფილა რომ დედამთილი მოყოლია ან ვიღაცა ეგეთი. კი ყოფილა სხვათა შორის, ოღონდ ეს უფრო იმ მასაკობრივ კატეგორიაზეა, როცა ეს გარდატეხის ასაკის ახლოს არის პაციენტი გარდატეხის ასაკის შემდგომ პერიოდთან, როცა ჯერ კიდე ჩამოყალიბებული არ არის პაციენტი და დედა ამ შემთხვევაში უფრო უმეტესწილად ცდილობს და არწმუნოს პაციენტი, რომ და მეც დაგვარწმუნოს ჩვენც ერთობლივად, რომ პაციენტს არ ჭირდება ცხვირი ან არ ჭირდება არაფერს შეცვლა არ უნდა და რატომ უნდა შევცვალოთ. პაციენტს უნდა შეცვლა. და მშობელი ცდილობს გადაარწმუნოს. ვიცევს ჭიდილი დედასა და პაციენტს შორის. დაქალის ფენომენი ძალიან მაგარია. არ გამიგია აქამდე რომ რაღაცა ეგეთი. ჩვენი მთავარი მტერი როგორც წესი არის ინსტაგრამი, ტიკტოკი და დაქალი ამ შემთხვევაში. ძალიან საინტერესოა. მოდი რომ დაუბრუნდეთ სახის აჭიმვის პროცედურას. არ ვიცი, ესევე წახი, მე როგორ უნდა დაუძახო გამართულად? ქართულად სწორია, თუმცა პრაქტიკაში უფრო ხშირად ვიყენებთ ლიფტინგს, სახის ლიფტინგი, ხო, ნუ ფეისლიფტი, ფეისლიფტი. ინგლისური კალკია რა თქმა უნდა, მაგრამ
კარგად ასახავს მაგ პროცედურას. მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ისევ და ისევ Instagram-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად მხვდება არაქართული კონტენტი, როდესაც ეს პაციენტები რაღაცა საშილად შეშუპებული სახეებით და თვალებზე მომდგარი ცრემლებით ყვებიან, რომ ეს არ მეგონა თუ ასეთი რთული იყო რეაბილიტაცია და რაღაცა მოკლედ ძალიან სტრესულად განიცდიან შემდეგ ამ პოსტ საოპერაციო პერიოდს. მოდი მოვყვეთ რეალურად ინდივიდუალურია თუ არა ამ ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი და როგორ უნდა მოხდეს სწორად გაკეთება ამ ოპერაციის, რომ პაციენტი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ადამიანურ სახეს. ბუნებრივია, როგორც ყველაფერი განსაკუთრებით ქირურგიაში და ამ შემთხვევაში პლასტიკური ქირურგია და მით უმეტეს სახის ქირურგია, რომელიც საკმაოდ მოცულობითი და დიდი ოპერაციის კატეგორიას მიეკუთვნება, გამონაკლისი არ არის. ისევ და ისევ მივდივართ იქამდე, რომ პაციენტთან კომუნიკაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა კონსულტაციაზე. როგორც წესი პაციენტი კი გისმენს კონსულტაციის დროს, მაგრამ მაინც გისმენს სათავისოდ. არ მინდა რომ შეურაცხყოფათან ისე გამომივიდეს უტაქტოთ, მაგრამ სანახევროდ გისმენს იმ კუთხით, რომ ყოველთვის აქვს იმის აქმა, რომ ეს მე არ დამემართება, ეს ჩემთან არ მოხდება. აი რას უყვებით კონკრეტულად მაგ ოპერაციაზე, იმიტომ რომ პაციენტს ალბათ ვერ წარმოუდგენია, თქვა შეშუპების ეგ ხარისხი თუ ექნება, თქვა, ხო? პირველ რიგში ამის საილუსტრაციოდ, რა თქმა უნდა, ფოტოსურათებს ვაჩვენებთ, რომელიც გადაღებულია ოპერაციის მეორე დღეს, მესამე დღეს, ერთი კვირის შემდეგ, ორი კვირის შემდეგ, როგორ არის პაციენტი ერთი თვის შემდეგ, 6 თვის შემდეგ. იმიტომ რომ ეს რახან საკმაოდ დიდი ოპერაცია არის, რეაბილიტაცია შესაბამისად საკმაოდ დროში ბუნებრივია პროპორციულად გაწელილია. უყვებით აუცილებლად გართულებებზე. მაგალითად, რა შეიძლება იყოს ყველაზე რთული გართულება? ყველაზე ცუდი გართულება სახის ოპერაციების დროს გახლავთ სახის ნერვების, ანუ რომელიმე ტოტის დაზიანება, რომელსაც საკმაოდ ცუდი ესთეტიკური და ფუნქციური შედეგი შეიძლება მოყვეს. თუმცა კარგი ის არის, რომ ეს ძალიან იშვიათი გართულებაა და ქირურგები, რომელიც სახის ოპერაციას აკეთებენ, ანატომიასთან საკმაოდ ფამილიარულად უნდა იყვნენ. ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომ ეს რისკი პრაქტიკულად ნულამდე დავიყვანოთ. კიდევ გასათვალისწინებელია ბუნებრივია პაციენტის სომატური მდგომარეობა, აქვს თუ არა რაიმე დაავადება, აქვს თუ არა არის თუ არა დიაბეტის მატარებელი, არის თუ არა მწეველი. თუ რისკ ფაქტორები არ არის, მაშინ მე ვთანხმდებით უკვე ოპერაციაზე. ბუნებრივია პოსტოპერაციულ მენეჯმენტსაც აქვს მნიშვნელობა, იქ შეიძლება ფიზიოთერაპიები დაგჭირდეს, ლაზეროთერაპიები დაგჭირდეს, რომელიც ამცირებს ამ პოსტოპერაციულ შეშუპებას. სტანდარტულ შემთხვევაში დაახლოებით 2-დან 3 კვირის შემდეგ აბსოლუტურად პრეზენტაბელური ხდება ეს პაციენტი და გარეთ გასვლის ბრალებში აღარ ეშინია. რამდენი წელია მინუსი? ეს უკვე აი თქვენი საუკეთესო შედეგი, რაც დაგიდიათ როგორც ქირურგს, აი რამდენი წელი დააკლდა პაციენტს ამ ოპერაციის მერე საბოლოოდ. თქვენი სუბიექტური აქმა რეალურად ბუნებრივია ასაკის ცვლილება არ მოყვება ამ ოპერაციას უბრალოდ. გარეგნობის ცვლილება მოყვება. მაგ კუთხით შეზღუდული ვარ, თუმცა როგორც წესი ალბათ სადღაც მინიმუმ 10 წელს მაინც უმცირებს. ეს რიცხვი სადაუა, შეიძლება მეტიც იყოს, შეიძლება ნაკლებიც, მაგრამ შემცირების ეფექტი, როგორც ეფექტი, თანსდებს ამ ოპერაციას. ანუ ასაკი არ აკლდება პაციენტს ნამდვილად? სამწუხაროდ. კარგი, ეხლა ქართულებებზე რო ყვებოდით, მე გამახსენდა ერთი ჩემი სასაცილო გამოცდილება და მოვყვები ხა ყველაფერს ყვები და ბარემ ამასაც მოვყვები. ისეთ ხვირთან დაკავშირებით. საერთოდ მე ჩარევებს პლასტიკური ჩარევები არ მაქვს გაკეთებული, მხოლოდ ბოტოქს ვიკეთებ. ისევ ჩემი მრისხანების ზონის გამო. ხო და ერთხელ ავყევი ჩემს მეგობრებს, რომლებიც იკეთებდნენ ცხვირის კორექციას, აი შემავსებლებით და წავედით მოკლედ ამ კლინიკაში, სადაც მრავალწლიანი გამოცდილებით მუშაობს ეს კოსმეტოლოგია. კოსმეტოლოგია, ხო? ხო. ექიმი მოკლედ ამ ეტაპზე აღარ აქვს მნიშვნელობა და მითხრა რომ მე მაქვს რა თქმა უნდა მოძრავი ცხვირის წვერი, რომ ვიცინი, საუბრობ ეს მოძრაობს და
ანუ ახლა ძალიან დიდი ზომით არ არის მე მგონი და ძალიან მცირე დოზით შემავსებელს გაგიკეთებოდა ინექციას გაგიკეთებოთ ცხვირშიო რომელიც გააჩერებს ამ მიმიკასო აი ამ ცხვირის მოძრაობას ну ძალიან ბედნიერად დავთანხმდი გამიკეთა ეს პატარა რაღაცა ფილერის ინექცია და აი აქ ისე მეტკინა ოღონ ისეთი მწარე იყო აი აქ ცხვირში ნემსი რომ მართლა აი როგორ სიმწრისგან ეს ცრემლები მომდიოდა და ნუ გავიკეთე ეს ინექცია რომ ვთქრე რომ ნუ ცოტა ხნით ცხვირს აბა დავაკვირდები როგორ იქნება თქო გავიდა ერთი დღე რამდენიმე დღე მოკლედ ნუ ამ ბოტოქსის ინექციამ დაიწყო მოქმედება აღმოჩნდა რომ გამიჩერდა ზედა ტუჩი თქვენ წარმოგიდგენიათ ან ჩემ პროფესიის ადამიანს რომელიც ყოველ დღე ვიყავი ეთერში და ვლაპარაკობდი ზედა ტუჩი მთლიანად გაჩერდა ანუ კუნთი და რაქნა მოკვდა კუნთის მოძრაობის უნარი ამ ბოტულინო ტოქსინის გამო და დამჭა ესე ეს ტუჩი დამჭა ესე დედას გეფიცებით თუ ვიტყუებოდე ხელით ვისწორებდი ამ ტუჩს რომ მელაპარაკა. ნუ ეს იყო ძალიან დიდი, ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი იყო, იმიტომ რომ ნუ სამსახურში ძალიან მიშლიდა ხელს და ნუ ვიზუალურად ძალიან საშინელება იყო. ნუ მე ძალიან შეწუხდა ეს სპეციალისტი, მივედი მერე და რაღაცას დამშლელი გამიკეთა, მეორე უმწარესი ნემსი ჩამარჭო, რაღაცნაირად, მოკლედ მე კიდე ამას დრო დაჭირდა. რომ ეს დაბრუნებულიყო ასე ვთქვათ ჩემი ლაპარაკის ფუნქცია. ლაპარაკის ფუნქცია წამერთვა პრაქტიკულად და ამას იმიტომ მყვები რომ თუ არ არის მართლა ესეთი გადაუდებელი აუცილებლობა, ალბათ აი ესეთ სადაც ძალიან ბევრი ნერვი გადის, ალბათ ცოდნაზეა ხო ანატომიის ისევ, სად უნდა ჩაარჭო ეს ნემსი. რა თქმა უნდა საფუძველი ამ ყველაფრის ანატომია და ფიზიოლოგია, რასაც პირველივე კურსიდან მომავალი ექიმები ჩვენ სწავლობდით და ყველა სწავლობს. რაც შეეხება უშუალოდ ამ შემავსებლებს და ბოტულინოთერაპიას, ეს დერმატოკოსმეტოლოგიის, თანამედროვე კოსმეტოლოგიის განსაკუთრებით დათვლილია ეს ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებშიც. ამერიკაში შეერთებულ შტატებში ეს არის დაახლოებით 70% კოსმეტიკური პროცედურების მოდის სწორედ ამ ორ ნივთიერებაზე. ფილერი და ბოტოქსი. წარმოიდგინეთ რამხელა წილი უჭირავს იმ სხვა პროცედურებს შორის, რომელსაც თანამედროვე კოსმეტოლოგია გვთავაზობს. უნებრივია აქაც ეს ყველაფერი ანატომიის ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული და რაც თავარია პაციენტის ჩვენებაზე არის თუ არა ესა თუ ის პაციენტი კანდიდატი ბოტულინოთერაპიის ან შემოსებლის გამოყენების. მაგრამ მინდოდა და არავინ არ მკითხა კანდიდატი ვიყავი თუ არა გინდა? ეს არის ექიმის ერთ-ერთი შეცდომა, როცა ჭყალებში აყვება პაციენტის სურვილს და მოთხოვნას. ექიმმა უნდა იცოდეს ზღვარი სურვილსა და შესაძლო გართულებას შორის. და დანარჩენებს ყველას კარგად ქონდათ ის ცხვირები, ესე აეწკიპათ და მე დავრჩი ასე პირიღია. თქვენი кейსით განსაკუთრებით მე არ გამიმართლა ხო? დაკალების იმ кейსს უახლოვდება. აი მართალი ხარ. აუყევი დაკალებს. ალბათ როგორც ყველა პლასტიკური ქირურგი მეც ეს არსად არ არის აკრძალული თანამედროვე პროტოკოლებით, არც ევროპული, არც ამერიკული გაიდლაინებით. თუმცა ცხვირის არეში ფილერის გამოყენება ძალიან სარისკო პროცედურაა. დასაწყისში თქვენ მკითხეთ შესაძლო გართულება რთულ кейსებზე, რომელიც ცუდად რთულდება. ერთ-ერთი მათგანი, როცა სახეზე ვსაუბრობთ, არის სწორედ ფილერის გამოყენება ცხვირის ზონაში. რატომ? ძალიან ცუდი გართულება, რაც შეიძლება ამას მოყვეს, ეს გახლავთ დაბრმავება სამწუხაროდ. ეს ფილერი იგივე პრინციპით შეიძლება მოხდეს სიზარღვის დაზიანების დროს და დაახშოს ბადურის არტერია, რაც რა თქმა უნდა სასიამოვნო გართულებათა კატეგორიას არ მიეკუთვნება. ასევე ძალიან იშვიათი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ძალიან იშვიათი გართულება არსებობს ფილერების გამოყენების დროს სახის არეში, თქვენ წარმოიდგინეთ შეიძლება დამთავრდეს ინსულტით. რანაირად? ფილერი ხდება მაგისტრალურ სიზარღში, რომელიც twins კვებავს და უნებრივია ამ დროს მისი მენეჯმენტი პრაქტიკულად გამორიცხულია.
ესეც ანუ ცხვირის არედან ყველაზე მარტივად აღწევს. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც ცხვირის არეში იყოს, შეიძლება იყოს ცხვირტუჩის არე, შეიძლება იყოს თუნდაც ეს ყბის ზოლი, რაც თქვენ ახსენეთ, ნებისმიერი ზონა სახის არეში. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კუთხით ბუნებრივია ისევ და ისევ ეს დაჟინებით უნდა უმეოროთ ყველას რომ ანატომია, როცა ექიმი სწავლებას გადის, ტრენინგს გადის, დამოკიდებულია რა ფილერს ვიყენებთ, როგორი ბრენდის, რამდენად სანდო პრეპარატია, როგორი ტექნიკით ვაკეთებთ, რამდენად სწორად ვაკეთებთ და სწორ შრეში ვაკეთებთ, რაც ყველაზე მთავარი ანატომიურად. ამიტომ ძალიან ბევრი მომენტია გასაკონცენტრირებული. ესე იგი გამოდის რომ რადგან ასეთი გართულებებია შესაძლებელი, მაინც ეს ფილერიც ექიმმა უნდა გააკეთოს და არა თქვათ სალონში რაღაცა კურსებ გავლილმა კოსმეტოლოგმა. სუბიექტური აზრია რომ ეს აუცილებლად ექიმმა უნდა გააკეთოს. ორივე მათგანი ბოტოქსის და ბოტულინოთერაპიას და შემოსებელიც. არის კოსმეტოლოგიაში პროცედურები, რომლის გასაკეთებლად ისევ და ისევ ხას უსმევ, ეს არის ჩემი პირადი სუბიექტური აზრი, რომლის გაკეთება შეუძლია პირს, რომელსაც გარკვეული კვალიფიკაცია გავლილი აქვს, თუმცა არ აქვს სამედიცინო განათლება. ზოგადად ეს თემა ძალიან პრობლემური იყო და ეს ეტაპი გაიარა შეერთებულმა შტატებმაც, ბრიტანეთმაც, ევროპაშიც, ევროპაში გულისხმობ კონტინენტურ ევროპას, რომელიც ბევრ ქვეყანას მოიცავს ბუნებრივია და ზოგ ქვეყანას დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მეტაკლებად ეს პრობლემა გადალახულია. ამ დიფერენციაცია და ვინ უნდა გააკეთოს კოსმეტოლოგიური პროცედურები? ექიმმა, პლასტიკურმა ქირურგმა, დერმატოლოგმა თუ უბრალოდ პერსონალმა, რომელსაც ერთკვირიანი კურსი გაიარა და კოსმეტოლოგი დაერქვა. და დღეს ეს მეტაკლებად რეგულირებადია. შემავსებელზე კიდევ ერთი კითხვა მაქვს. ამბობენ, რომ ვიღაცები ამბობენ, რომ ეს არის ნივთიერება, რომელიც რაღაცა წელიწადნახევრის შემდეგ პირობითად გაიწოვება ორგანიზმი და სრულიად ქრება. არსებობენ ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ რა იცი, რა არის, მაინც სადმე არ გადავიდეს, მიგრირებს, დარჩება და ასევე მართლა ძალიან ახლობლის, აი ოჯახის წევრის кейსი მაქვს ასე თქვათ თვალწინ, რომ გამოიწვია ცხვირში ამ ფილერმა რა ქვია მაგას, რაღაცა ისინი ჩამაგრებები, გრანულობები. რაღაცა, ანუ მე რინოპლასტიკა გაიკეთა ამ ადამიანმა და ამ ოპერაციის დროს ქირურგმა ნახა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ნაკეთები ფილერის იქ იყო რაღაც ჩაკირული ნარჩენები. საკმაოდ ხშირია. ანუ რეალურად ანატომიურადაც შეიძლება შიგნით სუნთქვის პრობლემებიც დარჩეს? უშუალოდ ბოლოდან თუ დავიწყებთ და ბოლოდან გიპასუხებთ, გავლენა აქვს სუნთქვის პრობლემაზე, ფუნქციური კუთხით ბუნებრივია, თუმცა ეს გავლენა არ არის იმ მასშტაბის, რომ უშუალოდ სუნთქვის კუთხით რაღაცა პრობლემა შეექმნას. თუმცა აღწერილია ეს кейსები და ეს დადასტურებულია, რომ ახდენს გავლენას სუნთქვაზეც. ესთეტიკური კუთხით ჩვენ ძალიან არ გვიყვარს, როცა რინოპლასტიკას ვაკეთებთ, პაციენტი, რომელსაც გაკეთებული აქვს ფილერი ოპერაციამდე, იმიტომ რომ სწორედ რაც თქვენ ბრძანეთ, იმ პრობლემას ვაწყდებით ძალიან ხშირად. ეს არის ჩაკერული უბნები, გრანულომები, დეფორმაციები, ძალიან ხშირად გვიწევს ამ ზედმეტი ქსოვილის მოცილება, რაც გარკვეულწილად ჩვენი ოპერაციის რისკებს ზრდის. რა თქმა უნდა. ამიტომ ასეთ ქირურგიულ პაციენტებს, ვისაც ეს ანამნეზში აქვს ეს ფილერი, დიდად ენთუზიაზმით ვერ ხვდებით ხოლმე ქირურგების და მართლა გადის როდესღაც ეს ფილერი თუ მაინც რჩება, აი მაინტერესებს. თანამედროვე ფილერების უმრავლესობა გვანცა დაფუძნებულია და გამოყენებულია ჰიალურონის მჟავა. და შეიძლება თამამად ითქვას, რომ ალბათ 99% შემთხვევაში ეს მართლა იშლება და მართლა გადის. თუმცა როგორც მედიცინის ერთ-ერთმა დიდმა მოღვაწემ თქვა, მედიცინა არის მეცნიერების, ხელოვნებისა და გაურკვევლობის ნაზავი, ამიტომ 100%-ით იმის თქმა, რომ ეს ფილერი ბოლომდე დაიშლება, სამწუხარო ძალიან ძნელია. არის შემთხვევები, როცა რჩება. არის შემთხვევები, როცა ფილერი დაიშალა, მაგრამ დატოვა ამ გაწოვის ადგილზე ეგრეთ წოდებული ფიბროზული ქსოვილები, ნაციბუროვანი ქსოვილი, რომელიც ვიზუალურად ძალიან წააგავს ფილერს, მაგრამ
ფილერი აღარ არის. ამიტომ პაციენტისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ იქ ფილერი აღარ არის, ვიზუალურად მაინც იგივე ეფექტს ტოვებს. მართლა მინდა გითხოთ თქვენი აზრი შაკიკზე და ბოტულინოთერაპიაზე. ძალიან ეფექტურია. მოგეთ რო გიპასუხოთ. და სულ მაინტერესებს ხოლმე ვინ საზღვრავს იმ არეებს, სადაც უნდა გაკეთდეს ეს იმპლანტი. ანუ თქვათ ნევროლოგიურად უნდა მოხდეს ამისი ისე თქვათ მიმართულების მიცემა თუ პირდაპირ მოვალ თქვენთან პლასტიკურ ქირურგთან და გეტყვით რომ შაკიკი მაქვს და მიმკურნალეთ. ესე ხო არ ხდება ალბათ თუ როგორ არის? პრაქტიკაში ძალიან ხშირად სამწუხაროდ ასეც ხდება. იდეაში ეს პაციენტები, ვისაც შაკიკი აწუხებს, ბუნებრივია ნევროლოგიური კონტინგენტი გახლავთ და პირველ რიგში ნევროლოგის კონსულტაცია ჭირდებათ. თუმცა მეორე მხარე გახლავთ, რომ ბოტულინოთერაპია ახსენდებათ ყველაზე გვიან, იმიტომ რომ ჯერ გამოიცდება სხვადასხვა წამალი, რომელიც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ არ არის ეფექტური, ან იმ ეფექტს ვერ ახსოვს პაციენტი, რაც წარმოუდგენია. პაციენტსაც და ექიმსაც. მაინც ახალია ეს, ასე თქვა, ცოდნა ამის შესახებ მეტნაკლებად, რომ ბოტულინოთერაპია. ბოლო წლებში ინფორმაცია უკვე ბუნებრივია ხელმისაწვდომი გახდა ყველასთვის და ინფორმატიულობა გაიზარდა ამ კუთხით. ამიტომ ძალიან ხშირად ეს პაციენტი აღარ მიდის ნევროლოგთან და პირდაპირ ან დერმატოლოგთან მიდის, ან კოსმეტოლოგთან, ან პლასტიკურ ქირურგთან, რომ პირდაპირ 100%-ში შველის თუ ალბათ რაღაც პროცენტში? მედიცინაში არ არსებობს სამწუხაროდ 100% ეს ტერმინი. თუმცა ხო, მაგრამ ვისაც შაკიკი სტანჯავს, ალბათ იმისთვის 50%-იც კარგი შედეგია. ძალიან მაღალი ეფექტურობაში გულისხმობთ, რომ 80-დან 90% შემთხვევაში დადებითი გამოსავალია. საკეთება ინექცია წინ თუ თლიან თავში თუ როგორ? შეიძლება იყოს მთელი უბანი მოვიცვათ თავის განსაკუთრებით ის ზონები, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული. ანუ რომელი ზონაც სტკივა? ვიწყებთ იმ ზონიდან, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ. რენუშიც ყავს ეს კონტინგენტები პაციენტების, რომელიც კონკრეტულად ბოტულინოთერაპიის ორი კურდღის დაჭერის მომენტი აქვს ხოლმე ესთეტიკური შედეგი. თან გაიშეშებს თელშუბს, თან თავი აღარ სტკივა. თან შაკიკის ფენომენსაც ვერევით, ასე ვთქვათ. ძალიან კარგია, მე ძალიან მომწონს ეგ ამბავი. მოდი გადავიდეთ იმპლანტებზე. როგორც თითქმის ყველა თემაზე საუბარში, მაინც რაღაცნაირად ტრენდებს ვეხებით და ამ ბოლო დროს შემოვიდა ასევე ცოდნა იმის შესახებ, რომ კერდის იმპლანტები, მაგალითად და ზოგადად იმპლანტებიც არის რაღაცა დროებითი, რომელიც შემდეგ უნდა ჩანაცვლდეს და ასე შემდეგ. კერდის ფორმის შეცვლის ოპერაციაც ალბათ ერთ-ერთი წამყვანი არის დღეს თანამედროვე პლასტიკურ ქირურგიაში და მაინტერესებს რამდენად მართალია რომ 15 წელი აქვს ვადა ამ იმპლანტებს. თუ გულისხმობთ და სავარაუდოდ გულისხმობთ აუგმენტაციურ მამოპლასტიკას, ანუ კერდის გადიდებას. კერდის გადიდებას გულისხმობთ. რა თქმა უნდა ეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ოპერაცია იყო არის და ალბათ კიდევ დიდხანს დარჩება. ჩვენთანაც და მსოფლიო ბაზარზეც. უშუალოდ იმპლანტებს რაც შეეხება, იმდენად შეიცვალა იმპლანტების ხარისხი ბუნებრივია პირველ რიგში და დაიხვეწა ტექნოლოგიურად როგორ დამზადდეს ესა თუ ის იმპლანტი გათვალისწინებით იმ ძველი გამოცდილებაზე დაყრდნობით რომ თუ რას იწვევდა ან რა პრობლემა შეიძლება ჰქონოდა ძველი თაობის იმპლანტებს დღეს უკვე ძალიან წინ წასულია პლასტიკური ქირურგია მაგ მიმართულებით. ბარემ აქვე კითხავთ, ძველი პაციენტები ალბათ, ვისაც 20 წლის წინ აქვს გაკეთებული, ყოლიათ, ვისაც უკვე ძალიან გაუპრობლემდა ეს ძველი იმპლანტები და გახდა საჭირო ჩაახლით ჩანაცვლება და რა არის ეს პრობლემები ძირითადად? ანუ რომ მიაქციონ ყურადღება მათაც, ვისაც ადრე აქვს გაკეთებული. ძირითადი პრობლემა იმპლანტებთან დაკავშირებით და ყველაზე ხშირი გართულება ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული კაფსულარული კონტრაქტურა. ეს რადგან უცხო სხეული გახლავთ, ჩვენი ორგანიზმი მის გარშემო ქმნის სპეციალურ დამცავ გარს კაფსულას, რომ ეს უცხო სხეული იყოს თავისთვის, ასე ვთქვათ, იზოლირებული და არ შეიხორცოს ორგანიზმმა. დავარქვათ მასეთ. ხო. გარკვეული პერიოდის მერე ეს კაფსულა, ამ კაფსულას აქვს თავისი დასაშვების სისქე, ამას მის არსებობას ის პაციენტი, ვინც კერდის გადიდება გაიკეთა, ვერ გზნობს, ჩანს მხოლოდ დიაგნოსტიკური კვლევებისას, როცა ულტრაბგერას ეკტოპიას იკეთებს, ან მამოგრაფიას და ასე შემდეგ. თუმცა ეს კაფსულა რაღაცა რიგი მიზეზების გამო შეიძლება გასკელდეს.
ამ შემთხვევაში ეს ხდება უკვე შესამჩნევი, იცვლება მკერდის ფორმა, მკერდი ხდება ძალიან უხეში შეხებისას. ტკივილი? არც თუ ისე იშვიათად შეიძლება იყოს ტკივილი, თუმცა ტკივილი არ არის წამყვანი ფენომენი, უფრო ვიზუალური ცვლილება ხდება ხოლმე თან. ამას ვეძახით კაფსულაურ კონტრაქტურას. ეს არ არის ჯანმრთელობის პრობლემა, ეს არ იწვევს არაფერს, გარდა იმისა, რომ ვიზუალურად რაღაცა პრობლემა, დეფორმაცია შეიძლება მოხდეს. თუმცა ეს არის მთავარი მანიფესტაცია და გამოხატულება იმის, რომ იმპლანტი უნდა შეიცვალოს. ეს არის ძირითადად რამდენ წელში არის რეკომენდებული მოდი ვთქვათ. რომ დაუბრუნდეთ კონცა, ზუსტად არავინ არ იცის, როდის უნდა შეიცვალოს იმპლანტი. დღემდე არ არსებობს არანაირი ისეთი კვლევა, სანდო კვლევა, რომელიც დადასტურებით იტყოდა და ამ კვლევის საფუძველზე ან რაიმე პროტოკოლი ან გაიდლაინი შეიქმნებოდა, რომ პირობითად გავიდა 10 წელი, საათმა ჩამოკრა და გინდა თუ არა უნდა შევცვალოთ. ეს მომენტი დღემდე არ არის. თუმცა ძალიან ხშირად კონსულტაციაზე პაციენტებს ეუბნება ქირურგი, რომ უნდა შეიცვალოს პირობითად 10 წლის შემდეგ, 12 წლის მერე, 15 წლის შემდეგ. ეს ჩათვალეთ, რომ არის მისი პირადი სუბიექტური დამოკიდებულება ამ თემაზე და ეს დამოკიდებულება არ არის გამყარებული რაიმე სერიოზული კვლევით. თუმცა ეს კონტრაქტურა რაც ვახსენეთ, ეს როგორც წესი ვითარდება და ყალიბდება ძირითადად სადღაც 7-8 წლის შემდეგ, ანუ ეს არის უფრო შორეული ესთეტიკური გართულება და არა ახლო პერიოდის გართულება. კი ბატონო, რადგან ამ იმპლანტების ხარისხზე გააკეთეთ აქცენტი, მოკლედ ახლა ბაზარზე თქვენ სფეროში ძალიან დიდი არის კონკურენცია, ალბათ ამეთანხმებით. და შევატყვე, რომ კლინიკებიც, ასე ვთქვათ, ძირითადად აქცენტს აკეთებენ სწორედ იმპლანტის ხარისხზე. მართლა მაინტერესებს, აი ამ იმპლანტების ხარისხის თუ მათი წარმომავლობის მიხედვით არსებობს უფრო იაფად მკერდის გადიდება და უფრო ძვირად. დღესდღეობით ჩვენთანაც ალბათ ყველგან პლასტიკური ქირურგი ეს პირველ რიგში მის ინტერესებშია ყოველთვის ვიყენებს ხარისხიან იმპლანტს. ჩვენთანაც რენიუშიც რასაც ვიყენებთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცა ნოუ-ჰაუ გვაქვს იმპლანტების კუთხით და მარტო ჩვენ ვიყენებთ და სხვა იმას ვერ გამოიყენებს ან არ იყენებს, რა თქმა უნდა ეს სწორი არ იქნება. თუმცა იმპლანტების კუთხით დიფერენცირება, ასე ვთქვათ, პლასტიკური ქირურგიის ცენტრების ან კლინიკების, რომ იქ კარგი იმპლანტია, იქ ცუდი იმპლანტია. ცოტა გადაჭარბებული მგონია. ახლა შეიძლება ეს მარკეტინგულად სხვანაირად იბუთება, რომ მე ამ იმპლანტს ვიყენებ და სხვა არ იყენებს, მაგრამ ეს ამას ქირურგიასთან გადაკვეთა არ აქვს, ასე ვთქვათ. კარგი, აი მე როგორც უსლოდინარს ამიხსენით, როგორი იმპლანტი უნდა იყოს, აი თუ მინდა რომ გავიკეთო, როგორი უნდა იყოს, სადაური, რა ქვია სახელი, როგორი შემადგენლობის არის და ასე შემდეგ. აი რეკლამაში რო ჩაგვეთვალოს იმპლანტების ბრენდების სახელებს არ გეტყვით შეგნებულად, თუმცა თანამედროვე იმპლანტები ტექნოლოგიურად დამზადებულია სილიკონისგან. ძირითადი შიგთავსი ეს არის სამედიცინო სილიკონი, რომელსაც კონკრეტული ბრენდი თავისი ტექნოლოგიით მიხედვით ამზადებს და გარედან ეს სილიკონი დამზადებულია, გარსი დამზადებულია სხვა ტიპის მეთოდით, ანუ შიგთავსი და გარეთა გარსი, რა თქმა უნდა, კონსისტენციით ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან. ძველი იმპლანტებისგან განსხვავებით, დაზიანების შემთხვევაში, როცა ეს მთლიანობა ირღვევა ამ იმპლანტის, აღარ ხდება ამ შიგნით არსებული სილიკონის გადმოღრა და მისი მიგრაცია, რაც სხვათა შორის ქონდა ძველი თაობის იმპლანტებს, ანუ კერდიდან შეიძლება რაღაც მუცლის გარეთა ზედაპირზე, წინა ზედაპირზე აღმოგვეჩინა ეს იმპლანტები. აღწერილია შემთხვევები, როცა სილიკონის მიგრაცია ქვედა კიდურზე ფეხის წინა ზედაპირამდეც ჩააღწია და მე ყოლი ასეთი პაციენტი და ვინახია სილიკონის ნარჩენები. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა თამოყარე, ასე ვთქვათ, იმპლანტის კომპანია თავის სარეკლამო მიმართულებით თამამად აცხადებს, რომ ჩვენი იმპლანტი არ ზიანდება და გარკვეულწილად რაღაცა გარანტიებსაც იძლევიან. ეს ფლად სიმართლეს ბუნებრივი არ შეესაბამება, გარანტირებული ისევ და ისე გავიმეორებ მედიცინაში არაფერი უცხო სხეული. ძალიან ხშირად როცა იმპლანტის გამოცვლა გვიწევს, პირველი რასაც ქირურგები ვაკეთებთ ხოლმე არის ვიზუალური დათვალიერება, არის თუ არა ეს იმპლანტი დაზიანებული.
რადგან შეიძლება იმ წინასწარ კვლევებზე, ეხოსკოპიაზე და მამოგრაფიაზეც ისეთ მცირე მასშტაბის დაზიანება იყოს, რაღაცა ნაჩხლიტივით დაზიანება, რაც ხშირად შეიძლება არც კი ჩანდეს. და მამოპლასტიკაზე ხშირად გოგონები ამბობენ, რომ აი ეხა კიდე ერთი ბავშვი უნდა გავაჩინო, ბარემ გავაჩენ, ვაჭმევ და მე გავიკეთებ, ასე ვთქვათ, ამ ამბავს რომ მოვილევ. ანუ ზოგადად ეს უკუჩვენება არის სამედიცინოც, რომ აი ვთქვათ, ლაქტაცია და ასე ვთქვათ, წონის მატება კლება მამოპლასტიკისთვის, თუ შესაძლებელია ორივე ერთად გამოვიდეს. თუ საუბრობთ ჩვეულებრივ მამოპლასტიკაზე, მხოლოდ გადიდებაზე, აწევის გარეშე, როცა მკერდის აწევა გჭირდება, ან მკერდის დაპატარება გჭირდება და იქ პირობითად იქაც გჭირდება იშვიათ შემთხვევებში იმპლანტი, ეს სხვა кейსებია. თუ ჩვეულებრივი მამოპლასტიკა არის, მაშინ ეს უკუჩვენება არ არის. თუმცა მეორე საკითხია, ბუნებრივი ორსულობის და ლაქტაციის შედეგად ხდება რაღაცა დოზის ცვლილებები, ეს ვიღაცასთან შეიძლება გაცილებით უფრო რადიკალური ცვლილება იყოს, სხვასთან შეიძლება გაცილებით ნაკლები. წონის და ცხიმოვანი მასის თვალსაზრისით, კერდის ატროფიის, კანის მოშვების, ელასტიურობის დაკარგვის, ამიტომ ის ჩარევა, რაც პირობითად ორსულობამდე თეორიულად, ჰიპოთეტურად თუ დაუშვათ ჭირდებოდა პაციენტს ამ შემთხვევაში მხოლოდ მკერდის გადიდება, ორსულობის შემდეგ შეიძლება ეს ჩვენება შეიცვალოს და მკერდის აწევის ოპერაციაც გახდეს საჭირო. ამიტომ თუ რაღაცა ისეთ კონცეფციის დონეზე შევხედავთ და ახლო პერიოდში აპირებს პაციენტი დაგეგმილი აქვს ორსულობა, ბუნებრივია ჯობია ჯერ ეს პროცესები დასრულდეს და მე მიმართოს პლასტიკურ ქირურგს. და ვისაც იმპლანტი აქვს, ის აპრიორი უარს ამბობს ზუსტიკებაზე? ეს არ არის უკუჩვენება. არ არის უკუჩვენება. აფუჭებსო, რა ვიცი, მკერდსო. არ აფუჭებს. იმპლანტს არ აფუჭებს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ის მკერდი თუ გაფუჭდებოდა ბუნებრივ მდგომარეობაშიც, იგივე წარმატებით ბჭყალებში გაფუჭდება იმპლანტირებული მკერდის შემთხვევაშიც. ამიტომ აპრიორი იმის თქმა, რომ რახან იმპლანტია უფრო ცუდი ცვლილებები გვექნება, ეს სწორი არ არის. მკერდის დაპატარავება ახსენეთ. ესეთი რამს მენია, რომ ბევრად უფრო რთული ქირურგიული ჩარევა, ვიდრე გადიდება, აწევა და ასე შემდეგ. ანუ დაპატარავება უფრო რთულია. დაპატარავება ტექნიკურად შესაძლო გართულებებით, რისკებით მართლა ხო? უფრო რთული ოპერაცია არის, ჩვეულებრივ გადიდებასთან შედარებით. პაციენტისთვის სარეაბილიტაციო კუთხით? რეაბილიტაციის კუთხით სიმართლე გითხრათ დიდი სხვაობა არ არის პაციენტისთვის. ორივე შემთხვევაში მთავარი თავის ტკივილი როგორც წესი არის სპეციალური კორსეტის ტარება და ძირითადად უფრო ამის ტარებას უჩივიან ხოლმე ვიდრე ტკივილს. ეხლა გამიჩნდა ესეთი კითხვა, რომელი პაციენტია ხოლმე უფრო ისეთი ბედნიერი, იმიტომ რომ ვიცი რომ ვისაც ძალიან დიდი მკერდი აქვს, ის ძალიან იტანჯება მთელი ცხოვრება რა პრაქტიკულად. ვინც დაიპატარავა და რაღაცა ეს ტვირთი ჩამოიხსნა თუ ვინც იმპლანტი გაიკეთა. საბოლოოდ სტატისტიკურად თუ შევხედავთ, განსაკუთრებით ახლო პერიოდში ოპერაციის შემდეგ, რა თქმა უნდა, მკერდის დაპატარავების ოპერაციის პაციენტები და გეტყვით რატომ გადიდების შემთხვევაში პაციენტი კი ხედავს ძირითადად რა შეიცვალა, კონტურები როგორ შეიცვალა, ფორმა როგორ შეიცვალა, მაგრამ საკმაოდ დასეებული. ამიტომ საბოლოო შედეგს პირველ დღეს, მეორე დღეს ეს დასრულებულ შედეგს ეს პაციენტი ბუნებრივი ვერ ხედავს. თუმცა ბუნებრივია კმაყოფილების რაღაცა დოზით კმაყოფილება არის, იმიტომ რომ შედეგს ხედავს. რაც შეეხება მკერდის დაპატარავების შემდეგ, ერთია ვიზუალური ცვლილება, რასაც მეტაკლებად იქაც ბუნებრივია დასეირნებია. მაშინ ვეხედავთ, ანუ იმიტომ რომ თავი სხვაობა რაც არის, განსაკუთრებით დიდი მკერდის მქონე პაციენტები მუდმივად იტანჯებიან ქრონიკული ტკივილით. ზურგის ტკივილით, ძალიან გამოხატული ეს ტკივილით, რომელიც არ იხსნება არასდროს თელი დღის განმავლობაში შეიძლება ტკივილდეს პაციენტს და ამას როგორც წესი ქრონიკული ხასიათი აქვს. ასეთი პაციენტები მეორე დღესვე გრძნობენ ამ ტკივილის შვებას და ტკივილის გაქრობას. ამაშია სხვაობა ამ კატეგორიის პაციენტებს შორის. ასევე ძალიან აქტუალურია ახლა ზოგადად მთლიანი სხეულის კორექცია, იმიტომ რომ არ ვიცი ხა მე სტატისტიკას ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რავი, ყოველი მესამე მე მგონი
რაღაც ბარიატრიულ ჩარევას იკეთებს და შემდეგ დგება ეტაპი აი მასიური წონის დაკლების შემდეგ უკვე პლასტიკური საჭიროებების. აი ამაზე რომ ვისაუბროთ, რამდენად მაღალი არის სტატისტიკა თუნდაც თქვენთან კლინიკაში ასეთი პაციენტების და საერთოდ რამდენად რთული არის ეს ოპერაციები. რენიულში საკმაოდ მაღალი მომართვიანობა გვაქვს პოსტბარიატრიული პაციენტების. ძირითადად ალბათ მუცლის ამბავი. ძირითადად მაინც ყოველთვის მუცელია, ყოველთვის ყველაზე პრობლემური რატომღაც. თუმცა ქალბატონებთან ხელების არანაკლებ თავის ტკივილი გახლავთ. ძალიან ხშირად პაციენტს ამ კუთხით მოთხოვნა აქვს, რომ ერთ ეტაპად გაკეთდეს რაღაც ბევრი ოპერაციის კომბინაცია. კარგია რა, აი ერთხელ დავიძინებ იტყვის დავწები და ბარემ ყველაფერი მომაჭერით და ავდგები. ეს არის მთავარი კითხვა. ვიქტორია სიკრეტის მოდელის დასე. მთავარი თხოვნა მათი რომ ბარემ ერთიანად ყველაფერს გავიკეთებთ. რატო ვერ ხდება ბარემ? პაციენტის ჯანმრთელობის სიტუაციის და მოცემულობის გათვალისწინებით შეიძლება ბარემ დავარქვათ ასე გაკეთება. თუმცა მე პირადად დიდად აგიტატორი ძალიან ხანგრძლივი ოპერაციების არ ვარ, რაც უნდა ჯანმრთელი პაციენტი იყოს. ხანგრძლივი ნარკოზის გამო? ხანგრძლივი ნარკოზის გამო, იმიტომ რომ საერთოდ რომც არ გავჭრათ და საერთოდ არაფერი გავაკეთოთ. ჩვენთან გულისხმობ პლასტიკურ ქირურგიაში მიღებულია, რომ მკერდის სახე, მუცელი, ფეხები, ხელები ყველაფერი ძალიან ხშირად ერთდროულად აკეთებენ. ეს საქართველოშიც მიღებულია, ევროპაში და ამერიკაშიც მიღებულია. თუმცა ფაქტორებს თუ გამოვყოფთ ამ რისკ ფაქტორებს, ცალკე აღებული დრო უკვე გახლავთ ძალიან დიდი რისკი, საერთოდ არაფერს არ ვაკეთებდეთ და უბრალოდ ეძინოს პაციენტს პირობითად 6 საათი, 7 საათი, 8 საათი, ეს არის უკვე რისკი. ამას ემატება ოპერაციის რისკი და ჯამში ეს რაღაცა სუმარული რისკი არა არითმეტიკული, არამედ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ამიტომ მესმის პაციენტის მოთხოვნა განსაკუთრებით როცა უცხოელი პაციენტია და უნდა ჩამოვიდეს ხო? ძალიან შეზღუდულია სამსახურიდან, ფრენიდან, მილიონი ფაქტორიდან გამომდინარე, მაგრამ არ შეიძლება ეს ბარემ იყოს ამ რისკების საბრძოლო ვერასოდეს ვერ იქნება. თავისთავად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბარემ ძალიან ბევრ პაციენტს უნდა, ძალიან ბევრს ეშინია ნარკოზის. აი, სმენია, რომ უმეტესობას თუ რაღაცა უშლის ხელს, რომ გაიკეთოს პლასტიკური ჩარევა, ეს არის ნარკოზის შიში. ანუ რეალურად რამდენად ხშირად აწყდებით თქვენს თავად ამას და რა განსხვავებაა რა, აი, ყარსებს რაღაცა მე მგონი რაღაც როცა ღვიძავს პაციენტს და რაღაცა ზონა სედაციის ქვეშ არის და როცა არის სრული ნარკოზი. მე ვიტყოდი რომ ეს სწორი შიშია, როცა ზოგადად მიგვირს პაციენტების, რომელთაც არაფრის ეშინიათ, არც ოპერაციის, არც ნარკოზის, არც ქირურგიის, არც პოსტოპერაციული პერიოდი. თავზე ხელაღებული პაციენტები. ხშირი არის ხოლმე შემთხვევა, როცა ვატყობ პაციენტს, რომ ჩვენი ეს კონსულტაციაზე ნასაუბრები თემა დაკალთან უკვე გავლილი აქვს. ცოტა ლაითად უყურებს, ზედაპირულად უყურებს. ხშირად ვიბარებთ განმეორებით კონსულტაციაზე და ხშირად ვთხოვთ სხვათა შორის ამ შემთხვევაში ჩვენგან არის ინიციატივა, რომ ან ოჯახის წევრთან ერთად მოვიდეს, ან ისევ და ისევ დაკალთან ერთად მოვიდეს, რომ მათ ცოტა დაუნძიმონ ეს რეალურად შეხედან სიტუაციას. შეაგნებინონ, მე გეტყვით. შეაგნებინონ რისკები. ეს შიში სწორია, ამიტომ ნარკოზ გულისხმობ ამ შემთხვევაში ზოგადად ნებისმიერი ანესთეზია, ეს ადგილობრივი ანესთეზია ძალიან არასწორია იმის თქმა, რომ ეს რახან ადგილობრივი ანესთეზიით არის, ხშირად ესეც პაციენტებისგან მოდის, რისკი ამას არ ახლავს თან. ან თუ სედაცია იქნება და ეს ნარკოზი არ იქნება, ეს უფრო კარგია, ან უფრო უსაფრთხოა. არ არის ეგრე? ასე ცალსახად ასე არ არის, რა თქმა უნდა. მე თუ მკითხავ თავარი შიში ყოველთვის და თავარი რისკი სწორედ ანესთეზიას უკავშირდება ზოგადად და მერე ამას მოყვება უკვე ქირურგიული რისკები და ზოგადად ვთვლი რომ ანესთეზიოლოგია არის მთავარი საოპერაციოში და ის არის ამ ყველაფრის დირიჟორი და ქირურგი ზოგადი მდგომარეობის კუთხით უფრო
დამხმარე პერსონალია და ანესთეზიოლოგი. ძალიან თავდაბალი ყოფილხართ თქვენ. რეალობა არა, მე რეალობა თავდაბლობას არ მიაწეროთ, რეალობა ასეთია. უბრალოდ ანესთეზიოლოგის გარეშე ხო რა თქმა უნდა. პაციენტისთვის გარედან ჩანს რომ ქირურგია წამყვანი და ეს ყველაფერი რისკები და ეს ქირურგთან უნდა გაიაროს. ხო, თქვენი ინდუსტრია ქირურგებზე დგას და მაგიტომაც ალბათ. ამ შემთხვევაში მხოლოდ პლასტიკურ ქირურგიას კონცერტს. ზოგადად მედიცინაში ეს რაღაცა სტერეოტიპი არსებობს, რომ ქირურგს უნდა იცნობდნენ, ანესთეზიოლოგს არა. რეალურად შიგნით სიტუაცია მთელი ეს სხვა რამეა მოსაკვლევი, როგორი არის ანესთეზიოლოგი პირველ რიგში. მართვის პროცესი 100% თუ არა, ყოველ შემთხვევაში 80-90% ანესთეზიოლოგის ხელში. კი, გეთანხმებით. უნდა დაუფასოთ ანესთეზიოლოგებს. და ვამბობდით იმას, რომ არ არის ასე, რომ თქვა სედაციური უფრო ნაკლებად სარისკოა, ვიდრე სრული ნარკოზი. თითქოს არსებობს მოსაზრება, რომ სრული ნარკოზი რაღაც ტვინზე მოქმედებს უფრო მეტად და მე ამ ნარკოზს ბრალდება ყველაფერი ჩვენი გამოჩერჩეტება და გულმა ვიწყობა და ასე შემდეგ. თუ კი რამე გვაქვს, აი ნარკოზის ბრალდება. მე ვიტყოდი, რა თქმა უნდა, რაღაცა გავლენა ყოველთვის ახლა პირობითად ჩვენ თუ ყოველდღურად პარაცეტამოლს მივიღებთ, რომელიც ჩვეულებრივ ბანალური გამოყენების პრეპარატია, იმასაც კონდეს შეიძლება რაღაცა გავლენა თვინზიანების მიერ სხვა ორგანოზე. თუმცა ეს თქვენ რასაც ბრძანებთ, ეს უფრო სტერეოტიპია 60-იან წლებიდან მოყოლებული, როცა ძალიან მძიმე საშუალებები იყო სანარკოზის საშუალებები და რეალურად ჰქონდა ზეგავლენა თუნდაც მეხსიერების კუთხით. დღეს ისე როგორც ყველაფერი მედიცინაში და ქირურგიაში ძალიან სწრაფი ტემპით იხვეწება და ძალიან წინწასული ვართ, თამამად შემიძლია ვთქვა, ამიტომ ის ზეგავლენა, რასაც ძალიან ხშირად პაციენტები თავიანთ გულმოვიწყობას მიაწერენ, უფრო სხვა მიზეზით არ გამოწვევს. ნუ მაგალითად სტრესების და ასე შემდეგ ბრალია. თუმცა ალბათ ხაზი უნდა გაუსვათ იმას, რომ და მსუბუქად რო შევხედოთ ყველაფერს, ზოგადად ნებისმიერი ოპერაცია, ეს პლასტიკური იქნება თუ პირობითად ნაბლის ბუშტის ამოკვეთა, ორგანიზმისთვის სტრესია. ორგანიზმი ამას პასუხობს სხვადასხვა გზით, სხვადასხვა მექანიზმით, ამიტომ მხოლოდ იქ ნარკოზი და სედაცია და თვითონ ოპერაცია არ არის ხშირად მიზეზი. კი ბატონო, ლიპოსაქციაზე მინდა გითხოთ. ამბობენ, რომ თუ სწორად არ მოხდა, თქვა პაციენტის ცხოვრების წესის წარმართვა, ოპერაციის შემდეგ ის ცხიმი ან ისევ იქ ბრუნდება, საიდანაც ამოიტუმბა, ან სხეულის სხვა ნაწილებში გროვდება. მართალია? სხეულის სხვა ნაწილებში დაგროვება ძალიან ხშირად უფრო ძველი ტიპის ლიპოსაქციებს პირობითად თუ ასე დავყოთ, ძველი ტიპის ლიპოსაქციების პრობლემა გახდათ. ეგ როგორი იყო? ეს არ იყო მითი, ეს რეალობაშიც ხდებოდა, პირობითად მუცლის ლიპოსაქცია გაკეთა და ცხიმი შეიძლება კოჭებთან დაგროვებული იყო, ან სახეზე დაგროვებული იყო, ან არასტანდარტულ ზონებში. თანამედროვე ლიპოსაქციებზე მსგავსი პრობლემა ვერ ვიტყვი რომ საერთოდ ამოიძირკვა და აღარ ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათი ფენომენი გახდა უკვე. რაც შეეხება იგივე ზონაში დაგროვებას, საიდანაც ცხივი ამოიღეთ. ეს უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს ფიზიოლოგიურია, მაგრამ ეს არ ხდება, რა თქმა უნდა, 1 და 2 კილოს მომატების შემთხვევაში საუბარი გვაქვს, როცა აგრესიულად იმატებს პაციენტი და იმ ცხიმას რაღაც გზა და ადგილი ხომ უნდა იპოვოს, რომ ჩალაგდეს. ამიტომ იგივე ზონაში შეიძლება წარმატებით დაბრუნდეს. ხშირად პაციენტები წუწუნებენ, რომ აი მივედი კონსულტაციაზე ქირურგთან და უნდა გავიკეთო ლიპოსაქცია, ან რაიმე პროცედურა და ექიმა დამავალა, რომ უნდა დავიკლო ოპერაციამდე 10 კილო და თუ დავიკელი 10 კილო ოპერაციამდე რაღაც მინდა ეს ლიპოსაქცია. ეს მართლა ესეა, რომ რაღაცა წონა უნდა დაიკლოს პაციენტმა, რომ შემდეგ ეს პროცედურა თუ ოპერაცია კიდევ უფრო ეფექტური იყოს. ძალიან ხშირად პაციენტების ლიპოსაქციის გამო მოსული პაციენტების დაახლოებით ალბათ 50%-ს უარს ვეუბნებით ლიპოსაქციაზე, იმიტომ რომ პაციენტს აქვს მოლოდინი, რომ ეს არის წონაში დასაკლები ოპერაცია. სინამდვილეში ამას წონასთან დაკლებასთან ლიპოსაქციას არანაირი საერთო არ აქვს. ეს არის უბრალოდ კონტურის ფორმის შეცვლის ოპერაცია. თუ ამ ფორმის შეცვლა შეგვიძლია უბრალოდ ამ კონკრეტულ ადგილზე დაგროვებული ჭარბი ცხიმის მოცილებით. ის მიზეზი, რაც თქვენ ბრძანეთ, რომ პაციენტს რეკომენდაციას ვაზრით, რომ წონაში დაიკლოს, ეს ამას ვეუბნებით იმის გამო, რომ ჯერ დაიკლოს წონაში და რაც დარჩება ზედმეტი, რაც რისი მოცილებაც
ვერ მოხერხდა ამ წონაში დაკლების ფონზე, აი მე შეგვიძლია ჩვენ ჩავერიოთ. მაგრამ ისე და ისე ძალიან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს წონაში დაკლება და ფორმის შეცვლა. ეს ორი აბსოლუტურად სხვადასხვა ფენომენია და პაციენტს უნდა სწორად მივაწოდოთ ეს. ეს უნდა ესმოდეს, მაგრამ ალბათ ქართველი არ მარტო კაცების, ქალების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ზონაც ეგ არის, ხო? როგორც წესი, ხა რომ უფიქრდები, თუ არა? ალბათონებში და მამაკაცებშიც ეს ზონები მეტაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან. საუბარია ეგრეთ წოდებულ რეზისტენტულ ზონებზე, სადაც რაც არ უნდა გახდეს პაციენტი იქ მაინც რჩება ცხიმი და გვიწევს ლიპოსაქციის გაკეთება. ძალიან ისეთ კლასიკური მაგალითია ბარძაყების გარეთ ზედაპირი ხალხში გალიფეს ზონით სახელით. ხო, ესე ქალებში უფრო გალიფე? კი ბატონო. აი ეს ვერდები. მამაკაცებში და ბუნებრივია ქართულ მამაკაცებში სუფრის მუცელი. მუცლის ზონა, თეთრების ზონა ასევე. აბაბიც მეტაკლებად. აი რომ გკითხონ, რომ გაიხსენოთ ერთი პაციენტი, ან ერთი პროცედურა ან ერთი ოპერაცია ყველაზე ისეთი გამორჩეული რაღაც კრიტერიუმით არ ვიცი როგორიც თქვენ გნებავთ რომელს გაიხსენებდით სირთულის მიხედვით რაღაცა სათავგადასავლო ამბის მიხედვით რას გაიხსენებდით სირთულის მიხედვით თუ გამოყოფთ სირთულის მიხედვით ყველაზე რთულ ოპერაციებად ზოგადად დავაჯგუფებთ და ცალკე არ გამოყოფ ითვლება რეკონსტრუქციული ოპერაციები განსაკუთრებით ოპერაციები მიკროქირურგიული ტექნიკის გამოყენებით, როცა გადანერგვა ხდება პირობითად ერთი ადგილიდან მეორეზე, ეს კანი იქნება კუნთან ერთად და ასე შემდეგ. მე ვთვლი, რომ ეს არის პლასტიკური ქირურგიის ყველაზე მაღალი დონე ზოგადად. საერთოდ ჩვენ ეგ გვავიწყდება პლასტიკური ქირურგია იდეაში რაზე დგას და რისთვის შეიქმნა ეს დარგი, ხო? თორე ეს ესთეტიკური ნაწილი ხო მერე დაემატა და პლასტიკური ქირურგია აბსოლუტურად სწორი შენიშვნა არის, არ არის მხოლოდ ესთეტიკური ქირურგია, რასაც როგორც დღეს აღიქმება ხოლმე, ესთეტიკური ქირურგია, გნებოთ კოსმეტიკური ქირურგია არის ამის საკმაოდ დიდი ნაწილი, მაგრამ მაინც ნაწილი და არა მთელი პლასტიკური ქირურგია. მეორე დიდი ნაწილი პლასტიკური ქირურგიის ეს გახლავთ უკვე რეკონსტრუქციული ნაწილი, რომელიც ემსახურება ასე როგორც ამა თუ იმ ზონის ესთეტიკურ აღდგენას, ასევე რაც თავარი ფუნქციურ აღდგენას. ამიტომ სირთულების კუთხითაც ეს ორი ნაწილი პლასტიკური ქირურგიის საკმაოდ განსხვავებული არის. ერთი ასეთი კითხვა გამიჩნდა, რომელი არის ყველაზე ტკივნეული ოპერაცია თუ პროცედურა? აი პაციენტის გადმოსახედნაც ალბათ ხო გაქვთ ეს ფიდბექები? ბუნებრივია ოპერაციის დროს პაციენტი ტკივილს ვერ გზნობს, იმიტომ რომ ან სედაციაში, ან ნარკოსია და ეგ მომენტი თავისთავად გამოირიცხა. პოსტოპერაციულ პერიოდებს თუ შევადარებთ, ისეთ გავრცელებულ ოპერაციებიდან ალბათ უფრო მაინც მუცლის პლასტიკა შედარებით. შედარებით მკერდთან, შედარებით სახესთან, სადაც იმის გამო რომ კუნთების პლასტიკაც ხდება, რომ მუცელი ბრტყელი და გამოყვანილი იყოს, ასე ვთქვათ. სწორედ ეს კუნთებზე ჩარევა განაპირობებს ამ ტკივილს. ამიტომ თუ მაინც და მაინც ავირჩევთ ესეთი მცირე ჯგუფიდან გავრცელებული ოპერაციებიდან მაინც მუცლის პლასტიკა. და წეღან არ დაგასრულებინეთ რაღაცა შემთხვევას, რას გაიხსენებდით, თქო, თქვენი პრაქტიკიდან ასე ვთქვათ, გამორჩეულს ისეც. გამორჩეული მას კონკრეტული кейსები ალბათ გამიჭირდება, ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ ამ кейსებს. თუმცა ჩემთვის როგორც ქირურგისთვის ყოველთვის გამოწვევა არის რეკონსტრუქციული ჩარევები. მე ძალიან მიყვარს რეკონსტრუქციული ქირურგიული ნაწილიც პლასტიკური ქირურგიის. ეს რაღაცა დამატებითი ჩელენჯია პროფესიული ზრდისთვისაც. თუმცა ჩვენი პრობლემა, გულისხმობ საქართველოში პრობლემა გახლავთ, რომ პაციენტის ინფორმატიულობა ამ კუთხით საკმაოდ დაბალია, პირობითად მკერდის ონკოლოგიის შემდეგ, როცა პაციენტს რეკონსტრუქცია ჭირდება, ძალიან ხშირად, როცა შეიძლება იმავდროულად გაკეთდეს მკერდის აღდგენა, პაციენტი არ ფიქრობს ამაზე, იმიტომ რომ შესაძლებლობა არ აქვს. შესაძლებლობა არ აქვს და როცა შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ, აქ ვერ გავალთ ფონს სახელმწიფოს ხსენების გარეშე, იმიტომ რომ
წამყვან ქვეყნებში აქ სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან მაღალია და ეს ონკოლოგიასთან ერთად ფინანსდება. ამიტომ ჩვენთან რეკონსტრუქცია არ ფინანსდება, ხო? ფინანსდება, ჯერ ჩვენ ქვეყანას მაგის ფუფუნების საშუალება ნამდვილად არ აქვს. თუმცა ეს რადიკალურად შეცვლიდა სურათს ამ კუთხით. ნამდვილად, იმიტომ რომ ქალისთვის რომელიც წარმოიდგინეთ ებრძვის ონკოლოგიას, გადის უდიდეს წნეხს ჯანმრთელობის და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და უწევს მკერდის მოკვეთა და ის ვერ ახერხებს რომ გაიკეთოს მკერდის რეკონსტრუქცია, წარმოიდგინეთ რამხელა სტრესს და ზოგადად რამხელა სტიგმის, ასე ვთქვათ, ქვეშ უწევს მას გავლა. მიღმა და გარდა გვანცა არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მკერდის რეკონსტრუქციას ონკოლოგიასთან ბრძოლის კუთხით და პერსპექტივაში. ამიტომ მკერდს არ აქვს ამ შემთხვევაში მხოლოდ ვიზუალური დატვირთვა და ვიზუალური ფუნქცია. ამიტომ ეს ძალიან კარგად არის ეს მთელი ეს სქემა შემუშავებული განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, როგორ უნდა ხდებოდეს ამ პაციენტების ზოგადად მომზადება, გნებად ფსიქოლოგიის ჩართულობა, რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ამ კუთხით რეკონსტრუქციულ ჩარევას. ეს არ არის მხოლოდ აგიტაცია, ოპერაციისთვის, ეს არის პაციენტის ინტერესებშივე შედის, ასე რომ მაგუთხით მე თავად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში კოსმეტიკური ქირურგია ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება და ძალიან მაღალ დონეზე გავართ. თუმცა ვერ ვიტყვი იგივეს რეკონსტრუქციულ ნაწილზე ამ მიზეზების გამო. ქალი, როდესაც წვება ოპერაციაზე და მან იცის, რომ უნდა მოიკვეთოს მკერდი, მას უნდა კონდეს იმის შესაძლებლობა და ასე ვთქვათ მზაობა, რომ ის სულფასოვანი ქალი არის ამის შემდეგაც. ამიტომ იმედია, რომ რაღაცნაირად ეს თუნდაც სახელმწიფო ან არ ვიცი კერძო სექტორის კლინიკების სახით რაღაცნაირად ამას თავის თავზე აიღებენ. არის თუ არა რამე ისეთი პროცედურა ან ჩარევა, რომელსაც აი თქვენ ძალიან ახლობელს არ გაუკეთებდით თქვენ თვითონ, აი რომ მოვიდეს და გთხოვოთ თქვა. პროვოკაციული შეკითხვა. პროვოკაციული შეკითხვა, მაგრამ მაინც მეინტერესებს. ზოგადად რახან ისე თუ ნაცნობ თემებზე ვისაუბრებთ, ძალიან არ მიყვარს, ოღონდ ეს რაღაცა აგიტაცია, ანტიაგიტაციად არ მიიღონ, ჩვენ რაც ვახსენეთ ზღურზე ფილერის გამოყენება გასაგები მიზეზების გამო. თუ უფრო განვაზოგადებთ ახლობელზეც და ჩვეულებრივ პაციენტზეც არ უნდა გაკეთდეს ოპერაცია, რომელიც პაციენტს არ ჭირდება. ანუ ოპერაციისთვის და ოპერაცია ფინანსური სარგებლისთვის არ მგონია სწორი ხაზი იყოს. ისე ახლობლებთ ზე ოპერაცია ზოგადად ქირურგისთვის ძალიან რთული არ არის. არსებობს ასეთი ხშირად უარსაც ამბობენ ხოლმე, ესე მსმენია, რომ გადაამისამართებენ კოლეგასთან, იმიტომ რომ მე მესმის, რომ რაღაცნაირად ეთიკაც არსებობს ამისი, რომ რაღაცნაირად ზედმეტი ემოციური გადატვირთვის გამო უარს ამბობენ ქირურგები, მაგრამ თქვენი გამოცდილება როგორია? ალბათ რამდენი მოდის თქვენთან ახლობლებინათ ესავები, რომ ეს გამიკეთე. არსებობს ასეთი თითქმის რაღაც ისეთ მისტიკური ფენომენი ქირურგიაში და რასაც ქირურგები ხშირად ითვალისწინებენ, არ უნდა გაკეთდეს ოპერაცია, არ უნდა გაუკეთოს ქირურგმა ოპერაცია სისხლით ნათესავს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ბუნებრივია შვილი, ძმა და რატო? იმ მიზეზის გამო, რომ ძალიან ხშირად სამწუხაროდ ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სტრესულია ეს თვითონ ქირურგისთვის, არის დადასტურებული ძალიან ცუდი შემთხვევები და кейსები და გართულებები, როცა კონკრეტულად ახლობელზე კეთდება. ანუ ამ სტრესის და ემოციური ფონის გამო შეცდომების დაშვების რისკი მაღალია. შეცდომების რისკი მაღალია. ეს ბუნებრივია მეცნიერულად დადასტურებული არ არის, თუმცა იმიტომაც ვახსენე, ხო, რაღაცა ისე მისტიკური ფენომენი არის რაღაცა შეფუთული. ახლა ამაში არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, რაღაცა მცირე манипуляციები, იგივე ბოტულინოთერაპია თუ ფილერი თუ ასე შემდეგ, მაგრამ ოპერაციებზე
რაც უნდა ამას ქირურგი აღიარებდეს ან არ აღიარებდეს, ეს დაძაბულობის მომენტი ბუნებრივია ყოველთვის თან იქნება. არა, არც მინდა წარმოვიდგინო რა საშინელება, როცა მაგიდაზე გიწევს შენი ძალიან ახლობელი, იმას უნდა გაუკეთა ოპერაცია. ძალიან წართულია ალბათ. და მესმის აბსოლუტურად. ძალიან დიდი მადლობა. რა ვიცი, მე მგონი ყველა ისეთი აქტუალური თემა მიმოვიხილეთ, რაც ეხებოდა პლასტიკურ ქირურგიას. თქვენთვისაც იმედია საინტერესო იყო. დაგვიწერეთ კომენტარები, რა თემები გამოგვრჩა და შემდეგ აუცილებლად მიუბრუნდებით. ჩემი სტუმარი იყო კლინიკა რენიუს დამფუძნებელი ლაშა ოსეფაიშვილი, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგი. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, ზოგადად პროფესიონალთან მსჯელობა ყოველთვის მიყვარს და მინდა წარმატება გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. წარმატება თქვენს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა თქვენ, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა. ლაიქის ხილაკსაც დააჭირეთ, თუ მოგეწონათ ჩვენი საუბარი. მომავალ შეხვედრამდე.